როგორც იქნა გააბრაზეს მერაბი მგონი იანს მართლა დაადგა შავი ღრუბელი თავზე. აი ხლა მოაღვართ სოფია აი დაგვადგა შავი ღრუბელი თავზე. პრესკონფერენციაზე იანი თითქოს ცოტა გათამამდა, თუმცა დვალიშვილმა მას პასუხი გასცა და სწორედ ეს ბრაზი გვინდოდა, რომელმაც მერაბი დატენა. ბევრმა დამიწერა კომენტარებში, რომ მერაბი არ მოწონთ, რადგან ის უენერგიოდ გამოიყურება. არ ინერვიულოდ ძმებოდა დებო. ეს ბუნებრივია, წონისკლების ბოლო დღეებში ყველა გამოფიტულია. განსაკუთრებულად მერაბი, მისთვის წონისკლება ყველაზე რთული საქმეა და ამას თვითონაც აღნიშნავს. არა უშავს, აწონების მერე დვალიშვილი დაუბაბანებს ხინკას და ნამდვილ ღვარცობს უკვე ოქტაგონში ვნახავთ. სანამ ამ დაძაბულ პრესკონფერენციას გადავავალებთ თვალს, მოდით დვალიშვილის ინტერვიუს მოусმინოთ ბოლო სპარინგიდან. თავს ნორმალურად გზნობ, რა თქმა უნდა, წონისკლება ადვილი არასდროს არ არის, ესეც დიდი ჩალენჯი იქნება, მაგრამ მართლაც გავართმევ თავს. ასთავარია, მომზადების პერიოდმა კარგად ჩაიარა. იმ ქონდა ტრამვები, მაგრამ ბრძოლის დღეს შემაწუხებს და ესები დავიხარჯო 100% და მართლაც იმ შედეგს დავდებ, რაც გაახარებს ჩვენს ქართულ ხალხს. დანარჩენი იცით, რომ თავს არ დავზოგავ ბრძოლაში და არც მომზადების პერიოდში დამიზოგია თავი ნამდვილად, რაც შემეძლო, რაც ძალი და ღონე მქონდა დავიხარჯე და თელი გამოცდილებით, რა ვიცი, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, კარგად მომზადე და მაქსიმალურად ვივარჯიშე. დანარჩენი ხა თავი წონა ჩავაბარო და ბრძოლა გუჩვენოს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული პიტერიანი ბევრად მონდომებულია, რადგან ერთხელ მოგებული მაქვს და ყველაფერს გააკეთებსო. ეს წაგება დაიბრუნოს მოგებით და დასაკარგი ნამდვილად არაფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ რისკს ეწავა და ძალიან ბევრ საფინიშო დარტყმას დამიპირისპირებს, მაგრამ მე შესაბამისად დავხვდები და რა ვიცი, კარგად მომზადე, ჩემი აზრით კიდევ უფრო უკეთესი გავხდი და პიტერიანი არავის არ დაუფინიშებია მანამდე არავის, დროზე ადრე პიტერიანს არადოს არ წაუგია, მხოლოდ გაყოფილი გადაწყვეტილებებით წააგო ისიც მხოლოდ ჩემპიონებთან, როგორც ალჯოსთან, ისე ომალისთან და ვეცდები, რომ მესამე ჩემპიონი მე ვიყავი რა. ვეცდები, რომ ფინიშით მოვნახოთ ესებით. ეს ბრძოლა კიდევ ვიზახი მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთე, ყველაფერი შემოვხდეს, მაგრამ მე არ დამიკლი არაფერი და არ დავაკრებ არაფერს. აბა მადლობა თელ საქართველოს უშემატკივრობისთვის და მეც უსურვებ ყველა ქართველს და კარგ ადამიანს წარმატებებს ყველაფერში და ძალაერთობაში გამარჯოს ჩვენ ქვეყანას და დიდება უფალს. წარმატებები ყველას. Лас-Вегас, привет! В субботу Мерабу я до нокаутеба сделаю. პირველ ბრძოლაში მას გდებების 59 მცდელობა ჰქონდა. რამე გაკვეთილი გამოიღე, როგორ აპირებ მის შეჩერებას? Тогда ერთი ხელით ჩხუბობდი, поэтому იყო 49 попытка. პეტკა, გეყო თავის გამართლება, გთხოვ, გაჩერდი. Больно было. 6 დეკემბერს დალეწვის შემდეგ რას მოიფიქრებ? მითხარი აბა, ამას გავიმეორებ და ბოდიშსაც მოიხდი. მითხარი პეტკა. კიდევ გაიმართლებ თავს? მითხარი 6-ში გაიმართლებ თავს თუ არა? გააქვს ტრავმები? ეხლა გააქვს ტრავმები? В субботу увидимся, გამარჯობა. გეკითხები, ეხლა ტრავმები გააქვს? კი თუ არა? კი თუ არა? გასაგებია. პიოტრ, შეგიძლია პასუხი გასცე მერაბს? გასაგებია. Ребята, кайфовად გრძნობ თავს, ამ შაბათს ვნახავთ კარგ ფორმაში. წარმატებები. ბევრი წონით კატეგორია სიცვლის, თქვენ კიდევ რჩებით დივიზიონში, ტიტულების დაცვას ანიჭებთ პრიორიტეტს. შენ ყველაზე მეტი ტიტულების დაცვა გაქვს, რატო არ ადიხარ ან ზევით, ან ქვევით მეორე ქამრისთვის?
ჩემს დივიზიონზე ვარ ფოკუსირებული, არ მინდა ზევით ქვევით ხტუნაობა, ჯერ მინდა საფუძვლიანად დავასუფთავო ეს დივიზიონი და თუ UFC მეტყვის, ადის ზევით ან ჩადი ქვევითო, ამაზე ვისაუბრებთ. ეხლა კი აი ამ ჯენტლმენზე ვარ ორიენტირებული, ვიცი პეტკას ჩემი ნოკაუტება უნდა, მაგრამ ვერ მივართვი. ამის საშუალებას არ მივცემ. პეტკა, შენ მგონი ჩემს ჯაკუში აღმოჩნდები? გინდა ჩემთან ჯაკუში მოხვდე? Скажите ему, в джакузи საკმარისი გოგოები ყავს. ისე მასთან ჯაკუზში მხოლოდ ბიჭებს ხედავ. Девочкებთან ის არასდროს მინახია არსად. იცოდეთ, ნებისმიერი მანქანა პორწიცა. ეხა ამისთვის აგეკუთვნი შეეხო. აქვე დაგმარხო თუ სახში დაკლაპორები. მოკლედ პეტკა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ქართველის მენტალურ მდგომარეობას ვერავინ შეარყევს. მადლობა ყველას ამდენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, დონაციებისთვის, აწირაღა გამაჩერებს. მეტი ინფორმაცია, მეტი ვიდეო და მეტი ქართველების გამარჯვება.